რამდენიმე თვეა უწყვეტმა პროტესტმა მოიცვა მთელი სერბეთი, განსაკუთრებით კი ბელგრადი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა გადადგეს ალექსანდრე ვუჩიჩი და დათმოს ძალაუფლება, რომელიც უკვე წლებია უკავია და კიდევ დიდხანს სურს რომ ეკავოს. სერბმა ხალხმა გადაწყვიტა, რომ ნოვი სადის ტრაგედია არის ის მომენტი, რომლის იქითაც მთავრობას აღარაფერს მოუთმენენ. ვუჩიჩი პოლიტიკაში გამოჩნდა იუგოსლავიის ომების პერიოდში, საკმაოდ ძლიერად და პერსპექტიულად გამოიყურებოდა. ის გახდა სერბეთის რადიკალური პარტიის გენერალური მდივანი, რის შემდეგაც გახდა სერბეთის სოციალისტური მთავრობის წევრი, როგორც ინფორმაციის მინისტრი. მაშინდელ მთავრობას ყველასთვის ცნობილი სლობოდან მილოშევიჩი ხელმძღვანელობდა. ვუჩიჩის მინისტრობის დროს და პერიოდში მედია გარემომ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. კერძოდ, უცხოური ტელევიზიები, გამომცემლობები დაიბლოკა სერბეთში და დატოვეს ადგილობრივი ტელევიზიები, რომელთა მთავარი ფუნქციაც მართველი გუნდის პროპაგანდა იყო. ის ჟურნალისტები, რომლებიც აკრიტიკებდნენ მილოშევიჩს, მის ომის კამპანიებს, სანქციებს, ეკონომიკურ კრიზისს, ნატოს დაბომბვებს, დაპოვრივად იჭერდნენ ან გაურკვეველ ვითარებაში ხდებოდნენ რეჟიმის მსხვერპლები. მილოშევიჩი თანამდებობიდან გადადგა 2000 წლის 24 სექტემბერს გამართული გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული მასობრივი ხალხო გამოსვლების შედეგად. იგი იუგოსლავიის ხელისუფლებამ დააპატიმრა 2001 წელს და გადასცა ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს. მილოშევიჩს ბრალსდებდნენ 90-იან წლებში იუგოსლავიაში სამოქალაქო ომის მიმდინარეობისას, ბოსნიაში, ხორვატიასა და კოსოვოში გენოციდის განხორციელებაში, რიგი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულების ჩადენაში. მილოშევიჩის ჩამოშორების შემდეგ სერბეთი კიდევ უფრო დიდ კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კერძოდ, სერბეთის მთავარ გამოწვევად აღმოცენდა კორუფცია და ორგანიზებული დანაშაული, რომელთა დასასრული არ უჩნდათ. ამ პერიოდში 2008 წელს ვუჩიჩი სხვა ლიდერებთან ერთად აფუძნებს პოპულისტური იდეების მქონე პარტიას, რომელიც რადიკალური პარტიისგან განსხვავებით არის პროევროპული და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი. ვუჩიჩის პარტიამ 2012 წელს დიდ გამარჯვებას მიაღწია და გახდა ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი პარტია. მან კოალიცია შექმნა სოციალისტურ პარტიასთან და გახდა სერბეთის მმართველი პარტია. ვუჩიჩი მომენტალურად იწყებს აღზევებას. ის ხდება პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, პარტიის ხელმძღვანელი. 2014 წელს ხდება სერბეთის პრემიერ-მინისტრი და 2017 წელს მას აირჩევენ სერბეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე. ხოლო მეორევადით კვლავ აირჩევენ 2022 წელს. სერბეთში სულ უფრო მეტად ცხადი ხდება ავტორიტარიზმის და დამკვიდრების რისკები. მანამ სანამ ვუჩიჩი გახდებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, კორუფციის დონის კლება სასახა იყო და ამ ინდექსით მსოფლიოს მასშტაბით 77 ადგილს იკავებდა სერბეთი. თუმცა ვუჩიჩის გაპრეზიდენტებიდან მალევე კორუფციის მასშტაბი იზრდება და დღეს მდგომარეობით 104 ადგილზე გადაინაცვლა სერბეთმა, რითაც ევროპის მასშტაბით მეორე ყველაზე უარესი შედეგი აქვს. ვუჩიჩის მმართველობას აფასებენ როგორც რბილი ავტორიტარიზმი, რაც იმას ნიშნავს, რომ კვლავ ტარდება არჩევნები და არსებობენ ოპოზიციური ძალები და პარტიები. ვუჩიჩი აკონტროლებს ყველა სახელმწიფო ორგანოს და ამით ახერხებს საკუთარი ძალაუფლების გამტკიცებას. მან სერბეთში არსებული ტელევიზიების ძალისმიერი დამორჩილების ნაცვლად შეიძინა მათი სარეკლამო დრო, რითაც მათი ფინანსური უზრუნველყოფა შეძლო და საპასუხოდ ტელევიზიებს უწევთ მეტად პრომთავრობული მიდგომა გამოავლინონ. ეს საკითხი კარგად ესმის, რადგან როგორც უკვე ვთქვით, მილოშევიჩის მთავრობაში მას ინფორმაციის მინისტრის თანამდებობა ეკავა. ბოლო წლებში ვუჩიჩის მთავრობამ დაიწყო მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რამაც შეამცირა უმუშევრობის დონე და გაზარდა ეკონომიკა. მსგავსი მიდგომით ვუჩიჩი ახერხებს საკუთარი პოპულარობის შენარჩუნებას მოსახლეობაში. პირველი მასობრივი პროტესტი გაიმართა 2023 წელს, რის შედეგადაც ვუჩიჩი ნიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ვუჩიჩი ახერხებს დამაჯერებელ გამარჯვებას და კვლავ სრული უმრავლესობა რჩება ხელთ. რამდენიმე თვეში 2024 წლის აგვისტოში ახალმა საპროტესტო ტალღამ მოიცვა სერბეთი და ეს პროტესტი ეხებოდა გარემოს დაცვის საკითხებს, კერძოდ ევროკავშირთან გაფორმებულ 2.4 მილიარდ ევროს ღირებულების შეთანხმებასაც ლითიუმის მოპოვებას ისახავდა მიზნად, რომელი ინიციატივაც 2 წლის წინ სწორედ პროტესტის გამო დაიბლოკა. აგვისტოში დაწყებული პროტესტი კიდევ უფრო მეტად მძიმდება 2024 წლის ნოემბერში, როდესაც ახალ რეაბილიტირებული რკინიგზის სადგური ნოვი სადში ჩამოინგრა. გრევას მოყვა მსხვერპლი, 15 ადამიანი გარდაიცვალა. პროტესტი მომენტალურად დამძიმდა, რადგან მთავრობას მორი კორუფციულ გარიგებაში იზრდებენ ბრალს. ნოვი სადის განახლების პროექტი ჩაიბარა არასდროულად კარგი რეპუტაციის მქონე ჩინურმა კომპანიამ, რომელმაც თავის მხრივ კონტრაქტორები დაიქირავა ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა თუ ვინ ეს გასაიდუმლოებულია. გარდა ამისა, განახლების ხარჯები განისაზღვრა 16 მილიონ ევროდ, რაც სპეციალისტების აზრით ზედმეტად გაბერილი თანხაა. სერბი ხალხი ფიქრობს, რომ 15 გარდაცვლილი ადამიანი ვუჩიჩის კორუფციულ ინტერესებს შეეწირა. სტუდენტებმა საკუთარ თავზე აიღეს ქვეყნის ბედი და არ შეუშლიდნენ არც ძალოვან სტრუქტურებს, არც ფინანსურ შეზღუდვებს, არც არაფერს. სტუდენტები უძღვებიან პროტესტს და სერბეთში დღეს მიმდინარე პროტესტის ტალღა და მასშტაბი სამგალითო ხდება.
არაერთხელ გადაკეტეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზა. პაბლოკეს უნივერსიტეტები და პროტესტში მონაწილე ხალხის რაოდენობა არათუ შემცირდა, არამედ პროტესტის მასშტაბი მილოშევიჩის წინააღმდეგ გამართულ აქციებს ახსენებს უფროსი ასაკის ხალხს. ვუჩიჩის კომენტარები არ გაინტერესებთ? ის ამბობს, რომ ახალგაზრდების შეცდომაში არიან შეყვანილნი და ისინი ფინანსდებიან დასავლეთის მიერ. რამე ხომ არ გეცნობათ? გარდა ამ პროტესტისა, ვუჩიჩს საქმეს ისიც ურთულებს, რომ ამერიკული სანქციების გამო რუსულ ნავთობს ვერ არიღებს. შესაბამისად, ფერმერებს, მეწარმეებს უძურდებათ ყველაფერი. თავის მხრივ, ფერმერებიც უერთდებიან პროტესტს და თავიანთი ტრაქტორებით იცავენ პროტესტში მონაწილე ახალგაზრდებს ძალოვან სტრუქტურებისგან. დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს, სერბეთის მოსახლეობის 52% ამბობს, რომ ის ხმას ვუჩიჩის წინააღმდეგ მისცემდა. ვუჩიჩმა შესთავაზა ოპოზიციას, რომ ჩატარდეს რეფერენდუმი, რასაც ოპოზიცია უარყოფს იმ არგუმენტით, რომ ამ პროცესით ვუჩიჩი დროის მოგებას ცდილობს და გარდამავალი მთავრობის ჩამოყალიბებით დასრულდება. რითაც ვუჩიჩი კვლავ მართვის სადავეებთან იქნება. სულ ახლახანს ვუჩიჩმა ხელი მოაწერა პრემიერ-მინისტრის გადადგომას, რაც უკვე ყოფილმა პრემიერმა 1 თვის წინ მოითხოვა. რითაც მთავრობას ახალი მთავრობის ჩამოყალიბება მოუწევს 30 დღეში. ვუჩიჩი აცხადებს, რომ თუ ამ პერიოდში ვერ მოხდება მთავრობის ჩამოყალიბება, ის ვადამდე საპარლამენტო არჩევნებს ჩანიშნავს. ისე ბარემ აქვე შევეხოთ, რადგან საინტერესოა ევროკავშირის სერბეთის ურთიერთობებს და გავიგოთ, რატომ უყურებს შედარებით შემწყნარებული თვალით ევროკავშირი სერბეთს და რატომ არ უწესებს სხვადასხვა სახის შეზღუდვებს მათი ზოგჯერ უკანონო და ზოგჯერ არადემოკრატიული ფენებების გამო. სერბეთს რეგიონში აქვს ყველაზე დიდი ლითიუმის მარაგები, რაც საჭირო კომპონენტია ისეთი ტიპის მოწყობილობებში, როგორიცაა აკუმულატორი, ტელეფონი და სხვა. ევროკავშირი სურს ნაკლებად დამოკიდებული იყოს ჩინეთზე, ან სხვა ევროკავშირის გარე ქვეყანაზე მსგავსი ტიპის რესურსების შეძენის თაობაზე. ამიტომ ადგილობრივ ბაზარზე ეძებს შესაძლებლობას, რომ გარე იმპორტი შიდა ბაზრით ჩაანაცვლოს. ამის კარგი არჩევანია სერბეთი, თუმცა ჭირს ამ იდეის განხორციელება შიდა პროტესტის გამო. თუ საბოლოოდ მსგავს შეთანხმება შედგა, ევროკავშირი შეძლებს მიიღოს თავის საჭიროების 90% ლითიუმის მარაგი სერბეთისგან. ლითიუმის გარდა სერბეთს გააჩნია მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა. ევროკავშირს აღარ სურს მორიგი მიგრანტების კრიზისი. შესაბამისად, სერბეთს აქვს შესაძლებლობა შეაჩეროს მიგრანტთა ნაკადი თავის ტერიტორიაზე და წლის ევროკავშირის საზღვრებში აღარ მოხდეს. სერბეთი და ევროკავშირი ამის შესახებ თანხმდებიან და ორივე მხარისთვის სარფიან გარიგებას დებენ. სერბეთი წლების განმავლობაში ითვლებოდა და ითვლება რუსეთის მთავარ მოკავშირედ ევროპის ტერიტორიაზე, თუმცა ბოლო პერიოდში ვუჩიჩის პოლიტიკა ნელ-ნელა, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ცხადად ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას. სერბეთის რუსეთთან და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ შემდეგ ვიდეოებში ნახავთ, თუ კი თქვენი ინტერესი იქნება.